და წამოდგა იქიდან და მივიდა იუდეის საზღვრებში იორდანეს გაღმა მხარეს. კვლავ შეიკრება მისი ირგვლივ ბრბო და როგორც ჩვევა თქონდა, კვლავ ასწავლიდა მათ. და მიუახლოვდნენ ფარისევლები და ცდილობდნენ გამოსაცდელად კითხეს ნებადართულია თუ არა კაცს თავისი ცოლის გაშვება. მან მიუგო და უთხრა მათ, რა გიბძანა მოსემ? ხოლო მათ თქვეს მოსემ ნებადართო გაშვების წიგნის დაწერას და გაშვებას. იესომ კი მიუგო და უთხრა მათ, თქვენი გულქუაობის გამო დაწერა თქვენთვის ეს მცნება, მაგრამ ქმნის დასაბამიდან მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი ღმერთმა. ამისთვის მიატოვებს კაცი თავის მამას და დედას და შეერთვება თავის ცოლს და იქნებიან ორივენი ერთ ხორცად, ისე რომ უკვე აღარ არიან ორნი, არამედ ერთი ხორცი. რასაც ღმერთმა შეაერთა, კაცი ნუ განყოფს. და სახში კვლავ კითხეს მას ამის შესახებ მოწაფეებმა. და უთხრა მათ, ვინც განშორდება თავის ცოლს და სხვას შეირთავს, მრუშობს მის მიმართ. და თუ ცოლი განშორდება თავის ქმარს და სხვას გაჰხვება, მრუშობს. და მოჰყავდათ მასთან ბავშვები, რათა მათზე ხელი დაედო, ხოლო მოწაფეები აყენებდნენ მათ. იესომ რომ იხილა, განრისხდა და უთხრა მათ, მოუშვით ბავშვები ჩემთან მოსასვლელად და ნუ უშლით მათ, რადგან ამათნაირებისაა ცათა სასუფეველი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ვინც არ მიიღებს